მოვიდა ახლა ამოვიდა ვაშინგტონში შუა დღეა დაცვით წამოვიდა ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში კი ფიქრობ ეგრის თუ არა ფხენიანთა შელიგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ადგილს იკავებს ყველა გამარჯობა ღამის შოუ იწყება ძალიან დიდ პატივს ვცემ მე ჩემ მაყურებელს, როგორც დარბაზში, ასევე ტელემაყურებელს, მაგრამ ამ სიცხეში იმ ცხელ შარვალს ნამდვილად ვერ ჩავიცვალდი. ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ ყველას. თან ნახეთ ბარსელონას შორტია. ბარსელონა, არა, მე მინდოდა აქტობესი. მაგრამ ვერ ვიშოვე ვერსად და ამიტომ გადავწყვიტე და მოვედი ბარსელონას შორტით. კარგი. ახლა მივხედოთ საქმეს. ძალიან დიდი ცვლილებები მოხდა მინისტრთა კაბინეტში. ხო? 5 ახალი მინისტრია, 2 მინისტრი გადაადგილეს, მაგრამ ყველაზე ძალიან რაც მეწყინა, სერგიენკო დატოვეს თავის ადგილას. მინდა უსურვო წარმატება ყველას, ახალ მინისტრს, ყველა გადაადგილებულ მინისტრს, ხოლო მოხსნილ მინისტრებს ხა რითივან უგეშო და რა შევთავაზო, თუ გაქვთ შორტები, მოდით ჩემთან და კალათბურთი ვითამაშოთ. სხვათა შორის მთელი დღე ველოდი აი ამ გადაადგილებებს, მთელი დღე ველოდი ამ ინფორმაციას, გასული ვარ ოთახიდან, ტელევიზორი ჩართულია და ჰოი საოცრება, რა მესმის ხალხო, აი ხა ვნახოთ რა მესმის, ვნახოთ. სამიაქით ხო. ბადონი ოთარი ამ დრომდე მუშაობდა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილედ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ოთარი ახალი ენერგიით და საკუთარი კრეატიული აზროვნებით და შემართებით წარმატებულად წარუძღვება ამ უწყებას. მოკლედ, ბატონი ოთარიო მუშაობდაო სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილედ. ეტყობა ღარიბაშვილი შუა ქალაქს უყურებდა, კარგად და ეს ახსოვს. ეს რო გავიგე, ბატონი ოთარიო, გამოვარდი მეთქი არ იქ ამნიშნავენ, მოემზადე, ჩავიცვი პიჯაკი, გავაკეთებინე მეზობელს გალსტუკი, მეც თვითონ არ ვიცი გაკეთება. მოკლედ, ჩავიცვი ფეხსაცმელი, შარვალი, დავჯექი ტელევიზორთან, დავდე ასე ტელეფონი და ველოდები როდის დარეკავს პრემიერი. რომ ბატონო ოთარ შეუდექით საქმიანობას და რა აღმოჩნდა ბოლოს? სოფლის მეურნეობის მინისტრს წარმოგიდგენთ ბატონ ოთარ დანელიას. ესეთი ოთარ დანელიას წარმოგიდგენთო. დავანებოთ ამას თავი. ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი დავით უსუფაშვილი იმყოფებოდა ისრაელში, სადაც იგი შეხვდა თავის კოლეგას, ისრაელის პარლამენტის კნესეთის თავმჯდომარეს და ბატონმა დავითმა ასეთი რამ უთხრა, რომ აი ჩვენო 26 საუკუნოვანი მეგობრობა რო გვაქვსო, ჩვენ ხო ამ დროის განმავლობაში თქვენთვის არაფერი გვითხოვიაო, ხო და ეხლა რაღაც ახალ რეფორმებს ვიწყებთ და ფული გჭირდება და ხო ვერ მოგცემთო. რაზედაც ისრაელის კნესეთის თავმჯდომარემ უპასუხა, იცი რას გეტყვიო? ფული რო არ გითხოვიათ, იმიტომ გვაქვს 26 საუკუნოვანი მეგობრობა ჩვენი, თორე თქვენი ლამაზი თვალები კი არ მოგწონსო. ახლა გადავინაცვლოთ ისრაელიდან იქვე ქუთაისში, მეგობრებო. მოგეხსენებათ, რომ სრულდება ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა და მალე ექსპლუატაციაში შევა. ჩემმა ქუთაისელმა ძმაკაცმა დამირეკა და მითხრა, რომ ბიძიაო, კი იყო ეს ქალაქი ამდენი წელი მკვდარი და რა განაღლებათ, ახლა გვირტყით კრუგებიო. ახლა გადავინაცვლოთ იურმალაში, იქვე. იურმალაში, მეგობრებო, დასასრულს უახლოვდება ფესტივალი ახალი ტალღა, სადაც ბრწყინვალედ გამოვიდა ჩვენი ნუცა ბუზალაძე და კიდევ ერთხელ მივესალმოთ, აპლოდისმენტები და ნუცა გვიყვარხარ ყველას. სანამ
მაგდა აიშავასაძე ფიქრობს ვა ოთარ ტატიშვილს რა ხვართი ფეხები ქონიაო გაგიკვირდება და ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს დიდი მადლობა გოგოვ და ბიჭებო გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ ამათ ვაჩვენებ მეტრაგზე დაკვრას და რუბრიკის სტუმრები არიან ფაქო კოტიკო თოლორაია თემო მჟავია და ნინი გოგიჩაიშვილი გთხოვთ ბიჭო, რას დაიხე? აუ, არ თქვა პროფ. რა გამختარი ხარ? რა უბედურება? რა ცეკვა აგიტყდა? ცეკვა რო შეგძლებოდა, კი არ გამოვარდებოდა იქიდან. ჩემი ხარი. მე შენ რომ აფასებდი, ეკიდე ცალკე უბედურება. მე გაფასებდი ყველაზე კარგად, ეხლა არ არა, კი, მართალია. ეხლა მეგობრებო, მე მინდა გამარჯობა ნინი, გამარჯობა ფაქო, გენაცვალე შენ, დიდი მადლობა რომ მოხვედი. თემოზე მაქვს ეხლა აქცენტი, რა ვიცი, არ ამიშავს. მეგობრებო, დღეს თუ კი ვინმეს ვნახავდი ჩემზე უცნაურად ჩაცმულს. ნამდვილად არ. მოდი ერთ ფოტოსამახსოვრო ფოტო გადავიღოთ მე და შენ. აი ამ ფოტოს ქვია მედიცინის პროფესორი და თემობჟავი. ატმანდუს ბანსბარის გულშემატკივარი. ისეთი ნეპალური გუნდია რა და გულშემატკივარ როგორც აი ბარსელონას სახში იციან? თუ არ იციან ხა კარგი, დიდი მადლობა. ესე იგი ორი სიტყვით მითხარი ამ ტომარაზე რამე. რა ხდება? ეს არის ტომარა, რომელიც მოიგონეს სპეციალურად ზაფხულისთვის. გავს ახლა ეს მოგონი? მე მგონი იპოვეს უფრო. ანუ რა ხდება? ეხა აგიხსნე რა, თან დადიხარ, როდესაც ხელა რა თქმა უნდა, როდესაც ცივა არ ვარგა რა, როდესაც ხელა თან დადიხარ და თან ანუ შიგნით კონდიცირება რა. აჰა. შიგნით არაფერი არ უნდა ჩაიცვა რა. აჰა. და ეს რა იცი რამ ხელა ახაი. აი, დავზე. ახელით გავით. ლუფტია დატოვებული რა, ლუფტ. ყოველი შემთხვევაში там ლუფტ. ჩავაწევინე მაქსიმალურად ხოლმე. ო, გონია რომ 10 დაგჭირდება. კარგი. რატო ხია თქვენ გადაცემას ბინა 18? მინდა გითხრა? მოაშორე 41-ს. ერთიანი ცოტა ხანი მოაშორე. მერე 4 გაამრავლე 2-ზე. რამდენი გამოდის? 8. და მე ის ერთიანი მიუმატე წინ? აუ, რა გიფიქრია შენ? რამდენი? პირიქითაც გამოდის. ამა? 18-ს მოაშორე ერთიანი. შეინახე ცოტა ხანი. შეინახე. 8 გაყავი 2-ზე. რა გამოვიდა? მიუდი ახლა ის ერთიანი? რა გამოვიდა? შენაღმერთი 41. რა შეშინებული მიყურე? ეშინია პლუსი ვარ გეთქვა, მიუმატე რო არ გეთქვა. ნახე როგორ ნეპალში არა, თუ გაიშჩილებოდა ეს პროსტა. აი გრანა წარმოსადგენა იყო. რა? ან რა ბოლოს ასიტყვა. მისტიციზმი. მისტიკა არ არის ხა შენი შარვალი? მე მთლიანად მისტიკა. არა, მთლიანად არა. შარვალი მისტიკაა, მთლიანად უჟასი. აგია ვიხარია რომ ესეთი პირდაპირ ხა. ესე იგი არის. მე აქ ვლაპარაკობ იმ ჟანრებზე, კინოფილმების თორემ შენ პიროვნებაზე კი არა. როგორც სახიობით. რა თქმა უნდა. ისე მე მეგონა რომ შენ რუსთავიორში რომ მუშაობდი, მეგონა რომ ხელფასის გამო გქონდა სულ უკმაყოფილო სახე.
ახლა დავწუნდი რომ მარტო ხელფასზე არ ყოფილა. მეც იუმორის გზნობა აქვს ხო? კი, რა თქმა უნდა. შაურმაზე გამახსენდა ერთ-ერთი ცნობილი საშაურმა იხა რომ მოვდიოდი აქ და რომ ათამაშებს მანქანას რა თუ შაურმას შეიძლება მოიგო მანქანა. გასაღებია შიგნი? მართლა? უნდა გეჭედება. საშაურმაზე ეწერა რომ შეჭამე შაურმა და მოიგე მანქანა. ხო, მე ვიცი სახინკლე, რომელიღაც სახინკლეში თამაშდებოდა მანქანა კიდე ეს. იმის ეგრე ხო იცი გასაღებს. ერთ-ერთ ხინკალში ოჯახი მიჯაოდი. მანქანის გასაღები კილებში ხდებოდა და გილოცავდნენ. გაათამაშეს ორი მანქანა ჩემოთ არ გაგიკვირდეს. ესე იგი, რა მაინტერესებს, იცი, ფაქოსაც ხო უნდა ვკითხოთ რაღაცაგაც. აუცილებლად. მოვიდა ეს კაცი ამ ხელაგზაზე დახარჯა ფული. ტრანსპორტი თუ ბენზინი თუ რითი დაადიხართ GDS-ზე, ველოსიპედით. რაო, იტალიაო? რა გაცილებს გოგო შეიძლება მაგასთანაც მაქვს შეგიძლია. შენ მაგაზე არის დარდო ფაქო. მითხარ როგორ გადაიტანე. ესე დღეს ჩავარდით. კაი, ჩუმათა. კავენზე რო კითხოთ ხო შეიძლება? მაი ბიჭებს. ხო, შენ არა, შენ პრესიერი კაცი ხარ. კაცი რო კავენს ითამაშებს. მაგი ტრაქზეს დაუგრავს. რა ხდებაო კავენშიო, სადღაც გავედითო ხო? ო, ფინალში ვართ რა. 5 სექტემბერს თამაშობთ ფინალს. 5 სექტემბერს და ვის ეთამაშებით? ვეთამაშებით 5 რუსულ გუნდს. ვა. 5 აქედან 2 არის მოსკოვის გუნდი. დარჩენილი 2 კიდე სხვა. კოსტარიკა არის ერთი. კოსტარიკა. ესე იგი, GDS-ზე მუშაობთ, კავენს თამაშობთ და ამ კავენს ვინ გაფინანსებთ? ყავენს ნაკრებს თუ რა? ნაკრებს ხო იქ მიხეილ ხუბუტია. მიხეილ ხუბუტია. მოკლედ, ვინც რუსეთში 2 კაპიკი იშოვა, ყველა სტილში ჩაუჯექით. ერთი ხუბუტია და მეორე როგორი ცილის ნახე. ნინი, მამა შენი კიდე სვავს? არა, ქავდეს ვარ, მე კიდე. მამა ჩემს ვიყურებ. კიდე ლოთობს მამა შენი? არა, ერთად არ დადიხართ ხოლმე, მე რატომ მეკითხები? უჩემოთაცლოთო? ხანდახან გალატობს ხოლმე. მაგრამ ხანდახან. ხანდახან გალატობს ხოლმე ვიღაცა რაღაცას იფიქრებს. არაფერი. ხო და თქვი რომ ხანდახან უშენოთაც სვავს. თქვი გაიმეორე გეხვეწედი რა. სვავს, ვიფასე მაყურებელები. გალატობს ხანდახან უიმისოდაც სვამს. უიმისოდ რაღაცნაირად. უიმისოდ რა. ესე იგი ერთი წინადება ვერ თქვა გაწო რა, ერთი წინადება. ბატონი ოთარის გარეშე სვამს. ვავს. კი ბატონო. აჰა. გადავჭით. კაიყო? გადავჭით. და რა შანსები გვაქვს ისევ კავენს დაუბრუნდებით ცოტა ხანი მაპატი. შანსები? არ ვიცი. უნდა მოვიგოთ. უნდა მოვიგოთ. უეჭველი. ესე იგი GDS-ზე იწყებს გადაცემას ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ეს გადაცემა ეს გადაცემა იქნება ყველაზე პოპულარული სამეცნიერო კვლევითი შემეცნებით გასართობი სპორტული და ყველაზე რეიტინგული გადაცემა მთელს ევროპაში. რა არა? ეს აღმოსავლეთ ევროპაში, ესე ვიტყოდი. აღმოსავლეთ, რატომ ევრიქით ევროპას რას ერჩი? ისინი ვერ მოვლენ ჩვენ. კოტე თავს კონტროლი გაუწია. ყალი ძალიან უკვე. აი ყოჩახ, შენ მაინც თავისუფალი კაცი. შენ და ჩემი გიორგა რა მარგველაშვილი. ეს თავისუფლება ჩვენი მოგონილია. აგრები ხართ. მართლა ხო არიცით რა გადაცემა, რა ტიპის გადაცემა იქნება? იქ მუშაობთ პოლიტიკური ток-შოუ. როგორც პოლიტიკური ток-შოუ. ანუ დაახლოებით როგორ ინგა გრიგოლიას პონჩი? ალბათ. ნუ თანაწამყვანი იქნება ხო, მე როგორც ვიცი. ინგა? ინგა არა. აბა? ბიძინა ივანიშვილი იქნება და თუ არ ვწდები ეკა ბერიძე იქნება. ეკა ბერიძე იქნება და პოლიტიკური ток-შოუ რაღაც. ელი ამბები არის რა. კარგია. ხო, მე საინტერესო იქნება. კი. თქვენთვის ალბათ სავარაუდოდ. ბაი. შენ მიდიხარ სადმე? ხო, ცოტა ხნით რაღაცა. ამერიკაში აპირებს წასვლას და იძახისო ცოტა ხნით. ეგრე აპრავს. პროტა საქმე მაქვს, რომ რას გიხდიან? რო არ ჩავედი. რას გიხდიან? აღმოჩნდა რომ მე ყოფილა ნაცების აგენტი.
ვინ თქვა ეს? ასავალ დაწერა ვიღაც. მაგარი სტატია იყო, რომ კონტიკვარი აგენტი. აგენტი რომელიც შევედი GDS-ში, ძალიან მაგარი სტატია იყო. ჯერ დაიწყო ესე იმას მოყვა რა, ტრაკებზე დაკვრას მოყვა, რომ ეს ტიპი გამოვიდა ჟურნალისტი, რომ ვითომ ბატონო ბიძინა მე თქვენთვის წერო ამას სააშკაროზე გამომაქო და რაღაცებს ხო დაიწყო ეს მივიდა იქამდე რომ ბიზნეს გადაცემას წაიყვანს აი ტრაკებზე უკრავენ საერთოდ ჩვენს საქართველოს რა დღეში არის აი GDS-ის გადამკიდე ეს თოლორაია ნაცები შეგზავნილი არისო ხაბაზი შეგზავნილია მე ვიციო ზუსტად და დიდი ფული აქვს აგენტი რო ხარ და მე ხაბაზის ხო ხაბაზი რო ყავს ელო ბოს დაიყო რა ალმაგარი ვისი ხო და ეხა ისინი მაფინანსებენ რომ წავიდეთ აი ეს ტრაკები ვისი იდეა იყო ტრაკები ზოგადად ვაფშე არა ზოგადად ვინ მოიფიქრა ტრაკით ხო მაგას კი არ ხო და დააკვრა ვინ მოიფიქრა თქო დოლით მოიფიქრეს თავიდან იდო 1-2 საუკუნე და მე დაუკრა ვიღაცამ ჩვენ ტრაკიც ესე არის რა იდო კაი ხანი არავინ ყურადღება არასკენ და ბოლოს დაუკრა გაუტრუხდა ხალხს ხო ჯი ვისი იდეა იყო ფაქო რეალურად ჯგუფის საერთოდ როცა დაიწყო საკითხი ბანი ყავს სტუმრად ფიქრობთ რა გავაკეთოთ ისეთი ყველა სტუმართან არის რაღაცა ბინათრომეთში არა რაღაცა სხვა რაღაცა ისეთი რა ერთ-ერთმა ჩვენმა სცენარისტმა თქვა რომ ტრაკებზე ხوار დაუკრავენ და იმ წუთასვე რა გამომდინარეობდა რომ ის ბანის დასარტყამზე ვინც უკრავს არ ვიცი არ დოლზე ვინც უკრავს ის ხანდახან დოლი რო რჩება ეს ლოყებს ეთამაშება ხო ლოყებზე უკრავს და კარგად უკრავს ეს ვერსია შევთავაზეთ რა რო ის მაინც უნდა იწვალო რაღაცები აკეთებ კი ის პირდაპირ თქვენ დაურეკეთ ორ გოგოსთან რომელიც ვიცოდი რომ დამთახდებოდნენ დაურეკეთ და მოვიდა უარს არასდროს არ ეუბნებიან ხო ზუსტად იცოდა საქსაფონისტი რო ყოფილიყო რა ეგ უკვე ისე რა გინდა რომ კარგად კი გაატრა იმ ბიჭმა რითმიდან არა მოვარდა რითმიდან კი არა კარგი მოდი აღარ გვინდა ეხა მართლა ესეთი იუმორი სუტრაკი დავანებოთ თან ეხა მოდი ძუძუებზე ვილაპარაკოთ ძუძუები ხო გავიშინაურეთ ქართველმა ერმა ხო რა აი ძუძუები გამოაჩინო ძუძუები არაფერია ძუძუებია ეხლა შეგონია ეხა ძუძუებია ერთი არის ძუძუ ერთია ძუძუებია ბიჭო შე ძუძუ არ გინახია ეთქო დიდი აბა გავაძრე მესად გავაძრო ეხლა კაცო ძუძუები კი ეს არის აი ძუძუ ჩემზე იყოს რო ჩამოვა არა აღარ მინდა ეხლა ძუძუ და ისა რა ქვია სხვა კაცო აღარ გინდა აღარ გინდა რა სხვა რა უცნაური წამყვანი ყავს ყური ხო ყურზე ვილაპარაკ ბიჭო ამ ბოლო დროს დამაკლდა ყურს და აღარ ძუძუ მინდა და აღარ აკე ზარები გამა აი ზარებია ეგა ზარებია ბურთებია ტულუნაზე რო შევა thank you ვერა გითხარი გამაგიჟეს ეს ხანში შესული სერიოზული კაცი სადაპირებთ დასვენებას ეხა მოდის დასვენების სეზონი შვებულებები ალბათ წახვალთ ოქროს ქვიშებზე ან მალდივებზე ეხა იმ ხელფასიც არა გაქვთ რომ ბათუმში დაისვენოთ ხო და რას აპირებ რა მითხარი რა ნუ მე ძირითადად იქ ნიუ-იორკში ხო იქ უნდა ჩავიდე და რო ჩავალ ეხლა რამდენი იქ მე რასაც შემოგთავაზებს ძმა ხო ძმა და მეგობრები თქვენ ნეპალში მიდიხართ ჩვენებთან თქვენი გურუ უნდა ნახოთ და შარვალს გამოიცვლი და დაბრუნდები. არა, ახალ შარვალს წამოვიღებ და სხვა ფერებში. ანუ იქ ისვენებ შენ ყველაზე კარგად. არ გავარო. შენ სად გიშვებს მამიკო, მაგრამ შენ მამა შენზე დიდი ხელფასი გაქალ. სად უშვებ მამას სად უშვებ დასასვენად. მამეჩი არ მუშაობშობილება არ აქვს. მე რაჭაში წავალ ალბათ. რაჭა ჩემი სანამ ბანკომატთან დაისვენებს ცოტა. ხმარო არის რა. ასე მოხსნი, ხარ არის ბანკომატები? არ ვიცი. იქნება ამბროლაურში რომ. მოკლედ, მეგობრებო, დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ, რომ მოხვედით, გამონახეთ დრო.
თქვენ გაიხარეთ და ეს შემდეგ მოსვლაზე ალბათ უფრო ეგზოტიკური ახალშობილები ჩვენ მოგიტანს ხოთე შერო ჩამოვა. კი ბატონო და მეც ესა ზომა მითხარი რომ სადამე ჩავაწევინო ქვემო. კი ბატონო დაახლოებით ეგრე. პლუს მინუს 5. მოკლედ დიდი მადლობა მეგობრებო ფაქო ნინი თემო კოტიკო გენაცვალეთ თქვენ კარგი ხალხი ხართ დიდი მადლობა წადით დამანებეთ რაღაც მიყურებ წადით წავიდა ახლა ღამის შოუში კვლავ სიმღერის ტელეპრემიერის დროა და მე მინდა დაუთმო სტუდია სცენა Hey baby, I'm around. I wanna talk, but just not now. It's not just much of life you're living. It's not just something you take given. Something where you move, make me where you groove. It take me all the way. I just want the one you say. Something where you move, make me where you groove. It takes me all the way. So come on, let's go. We party everywhere, make a sex on the chair. Look at the sky, look at the stars. Come on, let's go. Here we go to the me. 1 to the 3, 1 to the 3. Look at the style, look at me, so cool, it's right. Look at the me, so come on, let's go. Send my heart, if you feel me. Send my heart, if you want me. Nobody knows how much I love you. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ არც 5 და არც 41. თქვენ წარმოიდგინეთ არც 6 და არც 10 და არც 20. რუბრიკის სტუმარია თბილისის საკრებულოს ახალი მოწვევის დეპუტატი ბატონი ალექსანდრე ელისაშვილი. მივესალმებით. მოგლეთ, აი თქვენ უნდა დაინახოთ ახლა ბატონო ალექსანდრე როგორ პატივს გცემთ მე თქვენ. მთელი გადაცემა მიმყავს შორტებში და თქვენთვის ჩავიცვი ისევ ეს ცხელი შარვალი.
ხო, იმიტომ რომ რა წესია ამ ხელა დეპუტატი კაცი მოდისო. ხო და უნდა დახვდეო შარვლითო მითხრეს და დაუჯერე. დაუჯერე და ეხლა უნდა დავიწვა მე და ანუ მე რა მაინტერესებს რომ აქედან რამე სარგებელი მექნება მომავალში. ეს მაინტერესებს. რაღაცა პატარა ტენდერ შეგახვედრებთ რა. ტენდერ შემახვედრებთ, ხო. მოკლედ, ეხლა რისი თქვა მინდა რომ როგორ გამოგაცხადეთ პომპეზურად? იმიტომ რომ კარგი გამოსაცხადებელია. არა, მართლა ეხლა მე კი არ ვაფრო ალექსანდრე ელისაშვილი. ხო? აბა ეს უცებ თავდება ზოგი გვარი კახაკუკავა. ხო? უცებ ზაზაზუკატოვი. უცებ თავდება. ალექსანდრ ზალიოტოვ ესეც ასეთია რა. ალექსანდრ ზალიოტოვ ზალიწელ к нам и не улетает. მოკლედ, ალექსანდრე ელისაშვილი, კარგია. ალექსანდრე იქით პრობლემები მქონდა. მართლა? საით იქით? ორი ბანერი მქონდა საბურთალოზე რა და ჩემო მეგობრებმა ნუ ბანერს ვაკეთებდნენ დიზაინს. აი ზუსტად მაგ მისაყვეთ რომ ერთ მეგობარი მოდათო და ბჭო რა ამ სიგძე სახელი და გვარი გაკო. აგერ ნარმანია შეხედე, კუკავა შეხედე, მელია შეხედე, ალექსანდრე ელისაშვილი სადავაწერე. ალექსანდრე ელისაშვილი. დააწერეს ალეკო. ან შეიძლება და კიდე გამოსავალი. ალექსანდრე ფჩხილებში ალეკო ელისაშვილი. არ არის ეს გამოსავალი? ზოოპარკი რო გადაგვაქვ ეხლა თქვენ უკვე ერთ ქალაქის ერთ-ერთი თავი ბრძანდებით. უნდა გადაწყვიტოთ ჩვენი ბედი თბილისელების. ო, ჯერა მაინტერესებს ლოტკინიც თბილისია? მე მყავს ერთი ლოტკინელი და ანუ ეს თქვენთან შემოდის? კი. თუ ამათ თავის საკრებულო ყავთ. სამი ძმაკაცი მყავს ლოტკინელი ისე. აი მითხარით, აბა რას პირდებით? 1905-7 წლებში იყო ნახალუკის რესპუბლიკა, ნაძალდევის რესპუბლიკა. მართლა ვერ შედიოდა ვერან ბოლოს ჯარით შევიდა და მთელი ჟანდარმერი და ზარბაზნები დაანგრიეს იქ. 2 წელი იყო ცალკე რესპუბლიკა ნამდვილად. 1905-7 წლებში. აი განათლებული ხალხი რომ მოვლენ ჩემთან გადაცემაში. რას ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი ნახალუკის რესპუბლიკა და თქვენ კიდე გიკვირთ ჩერნოგორია რატო გახდა დამოუკიდებელია? პარკზე მინდა კითხოთ. დიახ. ეხლა ამბობენ რომ მე გეტყვით ჯერ რა ინფორმაციას ვფლობ და მე თქვენ მითხარით ეხლა ან ტყუილია ან მართალია და თქვენ რას აპირებთ. რომ ზოოპარკიო უნდა გადავიტანოთო თბილისის ზღვაზეო, იმიტომ რომ იქ თურმე აპირებენ რომ რაღაც რეკრეაციული ზონა ან რაღაცას ააშენებენ, არ ვიცი ხეებს დარგავენ. ზოოპარკი ის ადგილი მოკლედ მოწონთ რა, ეს ხეობა არ არის, ვერ ეს ხეობა ქვემოთ. ზოოპარკი უნდა გადავიტანოთო თბილისის ზღვაზეო და პირველი არხიც უნდა მივაყოლოთო და გადავიტანოთ თბილისის ზღვაზეო. ოღონდ პირველ არხს 4 წლის მერე დააბრუნებენ რომ სოფლიო ჩემპიონატს უყუროთ. სულ რაღაც ერთი თვით და მე გადავლენ ისე მთელი ეს თავის ამეთ. აი რა აზრის ხართ ამასთან დაკავშირებით? ზოოპარკის თუ პირველი არხის? დავიწყოთ ზოოპარკით. ზოოპარკის გადატანა არის მშვენიერი იდეა, ეს არის ძველი იდეა, მესამე გენგიგმის დროს იყო ეს დაგეგმილი 72 წელს უნდა გადაიტანათ. და მართლა აუტანელია ყოველად. რამდენი ვინმე დათრება იმ ფერდობზე ჩავლენ, ვეფხვებს და იმას ძილის საშუალებას არ აძლევენ, ბოლო დროს ისეთი შეწუხებული ვყავს, ისე უბედურ დღეში ვყავს ჩაგდებული. აი ვეფხვს მარტო თვრალი ქართველი თუ არ დააძინებს. მერე და გადასატანია ერთმნიშვნელოვნად, ოღონდ ახლა მან დრო გადავიტანთ იქ корпуსები არ უნდა ვიხილოთ ვერეს ხეობაში. ქართულ ფეხბურთს და პირველ არხს რა უშველილად არ ვიცი. მაგ ორივეს აქვს ჯადო. აი მოჯადოებულები არის. აბა. თქვენ მოითხოვეთ რომ საკრებულოს წევრებმა ამოწერილი მაქვს არიანონ მანქანით, არ ხარჯონ სახელმწიფო ბენზინი, არ აიღონ პრემიები, კიდე რა უნდა მოიკლონ? წონაშიც უნდა მოიკლონ. ყველასიც უნდა მოიგო. აი მაინც რას ნიშნავს? რას ნიშნავს, რომ თქვენ ასეთი გამოცდილება გაქვთ ასკეტური ცხოვრების და აქუს ტელევიზიაში რომ მუშაობთ? მაგრამ აქუს როგორ დავაკლებინეთ წონაში? არც იმატებს ამაგიეროთ. ანუ ერდონეზე აჭერილი აქვს. ზღვარი აქვს დაჭერილი. საკრებულოში არიან ახლა მსუქნები? ნუ ჭარბწონიანები მოდი სულხანი ისე არის კი. არის, გაიხსენეთ. ჭარბწონიანი მახსენდება. რამდენიმე მოწვევის საკრებულოში არის ის. კი ბატონო, ბატონო. დღეს ავდიოდი საკრებულოში. ხო და ნუ რა ვქნა, ფეხიციარული მიყვარს და ნუ ლიფტიც არ მიყვარს რა და აურბივარ ხან კიბებზე აურბივარ და არ ვიცი ვინ იყო ის ორი ქალი დგას და ისინი ლიფტიდან გამოვიდა, მე ამ კიბებზე აურბინე და
უყურე ლიფტიცას არ დადისო. ცოტა ვერ არის ისა მაგ უკვე ამპლუა. არა, მართალია. ეს ლიფტიცაც არ. იმიტომ რომ ლიფტი სახელმწიფო ელექტროენერგიას ხარჯავს. დიახ. არა, მესამე სართულზე მაქვს კაბინეტი. ხო, არა, მაინც. სხვათა შორის ესეც სახელმწიფომ მიყიდა მე და ფეხზე ხო არ იდგებოდი. სვეტისას გადავიხდი. ისე კავკასიიდან წამოხვედით თუ ანუ აღარა გაქვთ უფლება არა გაქვთ კანონის მიხედვით თუ ეს თქვენი ინიციატივა იყო? ხო, არ კანონის მიხედვით მაქვს. ისაც რაღაცას ვაპირებ, რომ პუბლიცისტური რაღაცა გავაკეთო სამი, ალბათ თბილისზე, მაგრამ ნუ პოლიტიკურ თოქ-შოუს ხო ვერ წავიყვანე ხარ. რა თქმა უნდა, უკვე მიკერძოებაში ჩაგიდგენ, ისედაც ასე გიყურებენ. რას ლაპარაკობ, ეს ქართველები ხო იცი, ერთი დღე გმირი ხარ და მეორე დღე გიჟი. მოკლედ, ხო და რამიდა, როგორ დაგემშვიდობათ აკუბარდია? ანუ რა მაინტერესებს? სუფრაიკის რა, ალაფურშეტი თუ 11 ლარიანი შაურმა? სპარტაშორი ჯერ არაფერი არ უკისრია. ჯერ არაფერი ველოდები. ხო გაქვს წაყვანის უფლება ერთი მომავალი დეპუტატის? გამემშვიდობა ისე გულის ამაჩუყებლად, რომ 20 წელი ეთერშია კავკასია და 20 წლის თავზე ესეთი საჩუქარი გაგვიკეთაო. იტი რა? მარჯვა არჩენ, არა. აქტი. მაგრამ თუმცა ველოდები რაღაცას ხო, რომ რაღაცა დასვა. არა, რაღაც უნდა გააკეთოს, ხო? ჩემგან დასველება არ იქნება ეხა მე. რა თქმა უნდა. სიდუხჭირისკენ მოუწოდებ. რა თქმა უნდა. მე ვიცი რომ თქვენ გამოხვედით ინიციატივით რომ City Park-თანო გავაუქმოთ კონტრაქტიო. მართალია ეს? თუ მეშლება? არა, ეგრეა, ნუ გავყაროთ ბანდიტები. არიან ისინი და უნდა გავყაროთ. შენ გენაცვალე მე. აი ეს სუმაგათი ჯარიმებია. აჰა. კონდეს ზოგი გადახტილია, ზოგი გადაუხთელია და გაყარე და რაც გინდა ის უქენი. მე პირველივე დღიდან ვამბობდი რომ ნერვებს მიშლიან ეგენი. ეხა მირეკავენ სხვათა შორის და მოდიან კიდე საერთოდ გადაცემის მეც რომ წავიდე. უნდა მოვიდნენ რომ რა ვქნათო ეხა ჯარიმები გადავიხადოთ თუ ყრი შენ ეხა ამასობაში ამხავსო თუ რა ვქნათო. მაგარ დავით არაბაში ვარ. რა ვიცი მე ვაპირებ რომ გავაგდო, მაგრამ არ ნიშნავს რომ გავყრით მეთქი და ეხა ესე ქვითრებით დავდივარ და ვაგროვებ ამ ქვითრებს და ბოლოს მე მომიწევს ალბათ სახლის გაყიდვა რაღაც. ლომბარდში ახლობლების ის რა ჩაყვანა. ისე გაამართლებს თქვენ რომ სახლი გაყიდოთ და რო იყიდოთ კასრი. კასრი და არაჩვეულა დიოგენეს რას ერჩით? არაფერს არ არგი ფილოსოფოსი იყო, ცოტა ვერ იყო თორე რა. არაჩვეულებრივი ფილოსოფოსი იყო, ბაბუა ჩემს უყვარდა ძალიან დიოგენი. კასში რო იცხოვროთ 3 წელი. საკრებულოსთან იქნება ასე მოფარებულში ის კაცი. მერე უკვე დიდ პარლამენტშიც აგირჩევენ. მერე პრეზიდენტად აგირჩევენ. და ასე ხდება. აბა როგორ პრეზიდენტობა არ მინდა. არ გინდათ პრეზიდენტობა? არა, ვერსად ვერ ეტევ. პრეზიდენტობა არ გინდათ თუ ასეთი პრეზიდენტობა არ გინდათ? არც ისეთი მინდა. ამდე რო იყო და არც ასეთი მინდა, ახლა რო არის. ისე მართლა მოგზალებული ადამიანია ბატონი ალექსანდრე, დამეთანხმებით ალბათ ყველა. და მე წარმომიდგენია უკვე მისი კაბინეტი. საკრებულოში 6 კვადრატული მეტრი. ეგრეა. ესეთი პატარა. ჭერზე 60 ვატიანი ნატურა. არა, ლამპა. ლამპა მაგიდაზე, ნავთის ლამპა. იქ ნატურა, რომელსაც არ თავ. უბრალოდ კიდია ეს ნატურა, აქ ნავთის ლამპა, ნავთს თვითონ ყიდულობს. კედლებზე გახუნებული შპალერი. გაზეთი, პრავდა. გაზეთი პრავდა. და იქ აი ამ პრავდა გაზეთი და იქ პატარა ძველი ტახტი, წამოღებული საიდანღაც, ხო, წინაპრების ნაკვეთი და წამოგორებული აკუბარდია. ასეთი იქიდან რო გეუბნება, ალეკო ერთი რა კანონია და მანახე. წაიყვანეთ კონსულტანტად. არა, ეგ არ იქნება, იმიტომ რომ მე სიგარეტი არ მიყვარს და სიგარეტს არ სიგარეტს. დაუბრუნდეთ საკრებულოს წევრებს. ესე იგი, წევრების თემას და კი, თქვენია. წევრების და ზოგი გადახტილია, ალეკო, ასე არ გეგონოთ ახლა რომ მე ეგეთი განაგლებულიც არა ვარ. ერთი ოთახის ჩადება მომიწევს მარტო, ხო? ერთი ოთახის. ნუ ჩადება თუ არა გაქირავება. გაქირავება 2 სტუდენტ გოგონაზე. ტრანსპორტის და ამის თაობაზე გვინდა ვისაუბროთ ცოტა კიდე თქვენთან ერთად. აი თქვენ როგორც თქვით რომ ველოსიპედებით ვიაროთ, ხო თქვით? არ მithქოს. აბა ვინ მოიტყვა?
კოპენჰაგენის მაგალითი მოვიყვანე, რომ იქ მერი დადის მეთქი ველოსიპედით და ეს ყველა მისე შეფუთა და დაატრიალა, რომ აი ველოსიპედებით სიარულს ვთავაზობს. კოპენჰაგენის მერი რამდენი აქვს ხელფასი მაგას? ხელფასი არ ვიცი, მაგრამ ბიუჯეტი კოპენჰაგენის არის 5 მილიარდი ევრო. მუნიციპალური ბიუჯეტი. რამდენი არდი? 5 მილიარდი. და ის კაცი დადის ველოსიპედით. იქ მერიაში რო ვიყავით, ვიღაცა კაცი მოვიდა პატიოსანი დააყენა მერიასთან ის ველოსიპედი, ავიდა, ეს არის ლორდ მერიო, იქ რა სხვა სისტემაა. 7 მერია და 1 ლორდ მერი და ეს ლორდ მერი იყო ჩვენთან ლორდ მერი ხომ წარმოგიდგენიათ, იმით ჩამოვიდოდა რა ქვია. 12 ბორბლიანი ჯიპით მოვიდოდა და ლორდ მერი. ცოტა რო გეწყინება ისეთი ამბავია რა რაღაცა პატარა ცოტა. არა, სადაც ასე მოვიდა და დააყენა 5 მილიარდი ევროა იმ ქალაქის ბიუჯეტი. მე არ ვიცოდი, მაგდა ნამდვილად არ ვიცოდი კოპენჰაგენიც თუ ბიზნესი იყო. ნამდვილად ლორდ მერი. ჩვენთანაც რო გავაკეთოთ ეგ, შედით რა ინიციატივით გეხვეწებით რა. ლორდ მერი იყოს გრაფ მერი, ბარონ მერი, რაღაცა ჩემთვის ერთი კანდიდატურა ლოთ მერი. რომელიც მერის ყველა წარმატებას აღნიშნავს და იქნება თამადა. მან დიდი კონკურენცია იქნება. არა, კონკურენცია. აქ თანამდებობას მოითხოვს ყველა. ალეგო, იმიტომ ჭირდებით თქვენ, აბა ახლა ისე მაშინ სევდიასთან მივიდოდი. თან ჩემი კარის მეზობელია ფოტოშოპი. სევდია? კი, კარის მეზობელი. და არ გაქვთ კონსულტანტი? ჩემი არა, დედა ჩემი, საზზე ხარ დღეშია დედა ჩემი. ხო და ლოთმერი მაგარია რა. ყველა კორპორატიულზე მე ვიქნები თამადა. აღვნიშნავ, ვიტყვი რომ დედა რა კარგად გააკეთეთ ეს. დედა რა კარგად მოხსენით, რა კარგად მიიღეთ, რა კარგად და დავლე. თან ყველაფერს ვსვავ. დავსავ. ანუ ესე არ იქნება ამას ვერ დავლე ამას. დავსავ მაქსაკეთს. ლიქიორითაც მიქეიფია. ტრაინოი ადიკალონით? არა. ტრაინოით არა და იმითი კი ჟივენშით. ერთი ყანწი ჟივენში. ერთი ყანწი ჟივენში ჩამომისდით და არა, ჟივენში ძვირი დაგვიждდება. ტრაინოით კიდე ხო? არა, ჟივენში და ჰუგო ბოსები და ეგენი არ გამო. არ გვინდა. კაი. ტრაინოიც არ გვინდა. ყანავართ და ტრაინოი ან რატო კაცო ჩვენ კრასნაია მოსკვა და ჩამოვართვით ღელი ერთხელ. კაი, მაშინ ნიზნაკომკა. აი ცუდად არის ვიღაცა უკვე ეთქვა დაულევია ნიზნაკომკა. გააჯრჯოლა. ნიზნაკომკას ხსენებაზე უცებ კიტრი გაახსენდა. ხო, კარგი, ნუ არ გითხოვთ, არა, მაგალითი მოიყვანეთ. ნუ მოკლედ ეს არ ცulis იმას, რაც მე მინდა. თუმცა რა, ისი აღიქვეს თან ზოგიერთი იყო შეურაცხყოფილი საკრებულოს წევრი, როგორ მანქანებით არიარო და ველოსიპედებით იარეო და გეგონება უთხარი ტიტულებმა იარეთ თქო რა, ეხა ველოსიპედებით იარო უზდელობაა თუ რა, მე რა მოხდა. როგორ ეგადრე? ჩვეულებრივი ამბავია რა, იარე ველოსიპედი. არა, ვინც ვერ ინარჩუნებს წონასწორობას, სამთვლიანი ცხო არის, კაცო. აი ეს კი მაგარი სანახავი იქნება. სამთვლიანი ეს რომ მოდიდა მოკლე შორტები რო. მოკლე შორტები, აუ ეგრე მანახა ერთი დეპუტატი სახელს და გვარს არ დავასახელი. ჩვენმა ფოკუს ჯგუფმა ასე ვთქვათ შეადგინა გრაფიკი, რომ ქალაქში როგორ უნდა იმოძრავონ საკრებულოს დეპუტატებმა და ვიდეოც კი გადავიღეთ საჩვენებელი ვერსია, დემო ვერსია. აჰა. საკრებულოს თბილისის საკრებულოს დეპუტატები მოძრაობენ ქალაქში ელისაშვილის მიხედვით და გრაფიკით როგორც გლებავთ ისე დაარქვით. ნახოთ? აუცილებლად. გაუშვათ მეგობრებო. არა, არ მომწონს. რატომ? არა. კოპენჰაგენში. ხო, ასეთი რამ. ესე გადაეკიდა კოპენჰაგენს. ო, ერთი დათქმით უფრო სწორედ. თუ ეს ასე იქნება, რომ კოპენჰაგენში იყო, აი ესეთი პოსტის ყუთები რო არის ხოლმე რა, აი ესეთი, ეხატა ძაღლი რამე ესა ისა და პარკები იყო, ხელთათმანები. გასაგებია რატომაც რა. ძაღლს რო გაასეირნებთო, ესო გამოიღეთო, გაიკეთეთ ხელთათმანი და თუ ასეთი ცხენის დახატული და ამბავი იქნება, რომ მე ის არა, ცხენს პირდაპირ ჩამოვკიდებთ კუდის ქვეშ. მაშინ ბატონო. ან მოთავებული ექნებათ და ისე გამოვლენ.
რა პრობლემაა? მაშინ კი ბატონო. მაშინ კი ბატონო. ეს იყო რუბრიკა გზელი სახელი ჰქონდა ამ რუბრიკას, მაგრამ ალბათ ყველაზე მეტად შეესაბამებოდა დღეს სტუმარი რუბრიკის სახელს. ეს იყო რუბრიკა არც 5, არც 41, არც 6, არც 10 და გაგიკვირდებათ არც 20. თბილისის საკრებულოს ერთადერთი დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი. დიდი მადლობა. When